და როდესაც ჩვენ ვილოცებთ ჩვენი მტრისთვის, ეს იქნება დიდი სიხარული ქრისტესში. რადგანაც მეც და ბჭყალებში თუ ჩემი მტერიც ორივენი ღვთის შვილები ვართ. და როგორც მშობელს გაუხარდება თავის ორივე შვილი, თქვათ, მოძალადე და არამოძალადე, რომ მაინც შერიგდნენ და მაინც ითბო და სიყვარული გქონდეთ, ასევე პირველ რიგში ღმერთს გაუხარდება თუ კი ჩვენ რაღაცნაირად შევრიგდებით და რაღაცნაირად ამ სიძულვილის, აი ამ მტრობის მაგივრად ერთგვარად სიყვარულს და გაგებას დავთესავთ და აი ეს არის ქრისტიანობა. არამც და არამც არ უნდა ვიყოთ ვინმეს ცუდის გამხარე, რომ ასეს დაემართა, აი ღირსია და ეს არამც და არამც არ უნდა გავიფიქროთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ მტერი არ გვყავს. ჩვენ თუ გვყავს მტერი ბოროტისული და ის ადამიანი, რომელიც მტრობს, ის არის შეცდომილი ადამიანი, საცუდავი, სულიერად დაბრმავებული ადამიანი, რომელსაც შენი ლოცვა ჭირდება. და უფალი ხო გვეუბნება დღევანდელ წაგეთ სახეობაში, ყველას ისე მოეკეცით, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. და თუ მომავალში გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ კარგად მოგვექცნენ, ასევე ჩვენც კარგად უნდა მოვექცეთ სხვებს.